მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. უბრალოდ და მარტივად ჩვენ იწყებთ ქართულ ლიგას. დღეს მესამე-მეოთხე ფინალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს 5 გუნდი. ნებაბიმოზე წარმოგიდგინოთ ეს გუნდები. მასპინძელი გუნდი, სამედის უნივერსიტეტის გუნდი კოზა ნოსტრა. ზესტაფონის გუნდი ზესტაფონი. ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარევი. და ქალაქ ფოთის გუნდი რაია. და რა თქმა უნდა ჟიური, რომლის გარეშე ჩვენი თამაში არ არსებობს. თავის შესახელობის გამიშოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. კიდევ ერთი გამიშოუს წამყვანი ყავს, თან ჯგუფს ფორტეში ბიჭია ზურაბ ანჯავიძე. მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიდაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი. და ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. ყველაფერი მზადაა იმის, რომ დავიწყოთ თამაში, გუნდებს ხოთ მიმზადეთ კულისებში, მოემზადოთ პირველი კონკურსისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ მეოთხე ფინალში გვაქვს 2 კონკურსი, ეს არის იუმორისტული ნომერი და კითხვა-პასუხი მაყურებელთან. ამასთანავე მინდა მადლობა გადაუხადო დახმარებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თია ჯუღელს. კაი, გავყვეთ პირველი ჩვენი კონკურსი, იუმორისტული ნომერი. თქვენს წინაშეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარევი. ხოთ. ესრებოდა ჩემი ახლოც მაკაცი ბანაში რომ დამინახა გაიყვანეთ საკაცი თერათვებით გავიჩით ემინემის სტილში მამა ჩემმა ამომარკათ კუკი ციხლი კილში მერე სულ გადავირი ეკაცის გავხდი ქალი ზუბაში ხურდები მომწეს ბომჟიაო თრალი მერე სახში მივედი და აბიტარს ეკიფა ჩავიბინე უბაში და კატამ დამიხება შეყვარებული რომ შეხვდა თავში ჩანთა მრეკა გონზე როგორც კი მოვედი პატრულში დარეკა ქართული ლიგიდან ვარტყო გავიშვირე თითი კაიცადი თამაში მომწეს პირობითი მოგესალმებით, თქვენს წინაშეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. გუნდში ცვლილება. გამოჩნდა სოხუმარებთან ახლოს არსებული დაჯგუფება არაკაცები, რომლებსაც თავი ნამდვილი იუმორისტები გონიათ. აბა გოგოებო, რაზე ვხუმრობთ? ჩვენ შორის თუ არ არსებობს. განსხვავებას ვერ ხედავ? კი, თქვენ ჯინსები გაცვიათ, მე სპორტულები. ეგ არა. აბა, ნახავ მალე, ნახავ. საქართველო ძლიერი ქალების ქვეყანაა. მაია წყნეთელი, კოლხი მედეა, ნონა გაფრინდაშვილი, სალომე ზურაბიშვილი. აი, აქ დავუშვით შეცდომა. მოგესალმებით ქალბატონებო და ქალბატონებო. დღეს აქ არაკაცები ვიხუმრებთ, ნამდვილი ანგელოზები. დედას და ხატული! აუ, რა ქალორია! გოგოებო, ჩემ მანქანას უკანა ხედვის კამერა არ აქვს.
აბა როგორ აპარკინგებ? სხვათა შორის მინდა ყველა მიცოდეს. ქალი რასაც მოითხოვს, აუცილებლად შეუსრულებენ. აი მაგალითად ჩვენ უნივერსიტეტში წყალი არ გქონდა, მოვითხოვეთ და დისპენსერები დაგვიდგეს. ბუფეტი არ ქონდა, მოვითხოვეთ და საკვები აპარატები დაგვიდგეს. გვიჭამია. ანუ გათხოვებაც რა მოვითხოვეთ, საქმროს აპარატებს დაგვიდგამენ? არა, ერთის მოთხოვნით არ დადგამენ. ანუ გათხოვება რომ მოვითხოვოთ, საქმროს აპარატებს დაგვიდგამენ. აუ, ხმები გვაკლია რა. მე გათხოვილი ვარ. აუ გოგოებო, გათხოვება რომ მოვითხოვოთ, საქმროს აპარატს დაგვიდგავენ? კაიფი არია? რა ხდება რა? მე ლაშა გუჯაბიძეს. ამ ხნის გამოსილ მოთამაშეს გოგოების ხუმრობებს უნდა უსმინო? წატიშენი. მე წავიდე. და თქვენ უნდა დარჩეთ. არა რა, ჯერ სიტუაციები გამოგვიცხადე და მერე წატი შენი. გადავიდეთ სიტუაციებზე და ვნახოთ გოგონები ბიბლიოთეკაში. მიდი უთხარი. აი ხო. გამარჯობა. გამარჯობათ გოგოებო, გისმენთ? ქალებზე ციგნები ხო არ გააქვთ? მაგალითად? მაგალითად თათა თუთაშხია. არა, დათა თუთაშხია გვაქვს, დათა. და თუ არ გამოგვადგება გოგოებო? არა. თაკო ყაჩაღი? არა, კაკო გვაქვს ყაჩაღი. კაკო ვიღაა. დეიდა თომას კოხი. ბიძია ეგ, ბიძია. ბიბლიოთეკარო! ქალი ადამიანი? კაცი გვაქვს, კაცი. გოგოებო, მოდი მხიარულ ნოტაზე დავასრულოთ გამოსვლა რა. მაშ. არ ვიცი ლიგაზე ეს როგორ ჩანდა, მე გეტყვით თუ რატომ თამაშობთ ახლა. ბევრია ისეთი სულ როგორ ხდება, სცენაზე ABG რომ გვეტენება. ამიტომ გვინდოდა ქართული რევი, დავიწყეთ ჯინსებით ექსპერიმენტი. გმადლობთ, თქვენს წინაშე იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. მადლობა, ეს იყო გუნდი სოხუმარები. გუნდი სოხუმარები გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეა ჯუღელს, ასევე ამავე უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და სტუდენტურ თვითმმართველობას. შემდეგი ჩვენი მონაწილე ქალაქ ფოთის გუნდი რაია. Domenico Laurius, Tizius da Paulius, Angurius, Krasnakoshets, Galanius, Plius, Velodები know-house, Kapis Lurģis, Ukizma, Mirča. მოგესალმებით მეოთხედ ფინალში. მადლობას გიხდით რომ აქ ვართ ჩვენ. შიურის გივარდებით რუდუნებით, ფეხებში და საჩუქრები უნდა გადმოგცეთ თქვენ. მაყურებელო, თუ თქვენ გწამთ ღმერთი, სად ხოვარი გვაქვს? ჩვენ თქვენთან ერთი. როცა განიშნებთ თქვენ მიულერი, მაშინ შესძახეთ ხმამაღლა ერთი. აბა დავტესტოთ. შესძახეთ. ზვიოს თმას კარგად გახედეთ, ზუსტად დავთვალეთ, თმის ღერი არის 121. ბერძნული მითოლოგიით ბაბი არის ქალღმ? ჯიმი კიდე არც?
რადგან ჩვენ პოეტები მაჯამებით ვართ ცნეული, ახლა უნდა დავიწყოთ მაჯამების ხუთეული. ხუთია ზუსტად, ამან შეკრიბა და აჯამა. ახლა კი ჩვენი პირველი მაჯამა. ბაბი, შენ ხომ გონია რომ ეხლა ვარდები, არა და მინდა მოგართვა ვარდები. ვისაც პირველი გეთაკილათ თქვენთან სორი. ახლა კი იწყება მაჯამა 2. უსკუ, მიდი გაგვირითმე შენ ამ ბულკზე მაჯამა. ახლა ლექს რა მოიფიქრებს ნეტავ მაგი მაჯამა. ახლა კი მინდა გეხვეწები, მოდი არ გინდა. ერთი ლექსი წამაკითხეთ, მხოლოდ ეს მინდა. გოგონა გავიცანი, ლამაზ თვალება, ლამაზი იყო მისი ბაგები. მე მოვიხიბლე მისი სინაზით, ლამაზი ქონდა მას წამწამები. გამესაუბრა და თან მომიყვა წინაპრები, ომყავდნენ ლაზები. დღიურ ბინაში დავპატიჟე მირცხულავას რვა ზემო ბაგები. მე მგონი საკმარისია გაჩერდი ნუქმნი პრობლემას. გადამიხიენა და არც მაგი არის პრობლემა. გოგო წამოწვა ლურჯ დივანზე და გაიხადა რაც ქონდა ტანზე. აჰა. If. როგორც იცით, ფოთში წყალი არასდროს არ ხმავდება. ამიტომ, რაც არ უნდა შორ შეხვიდეთ, ამით არ დაშავდება. სიტუაციას რაია ამაზე გააკეთებს. მოდი ვნახოთ ხალხი რომ ბანაობს, მაშველი რას აკეთებს. ვიღაც იხჩობა უშველეთ, არავინ არის მაშველი? მეშველა აქ ვარ მაშველი. 6 კაცი მყავს ნაშველი. უშველეთ იქნებ რა უჭირს? მე ვინმე მკითხავს რა მიჭირს. კარგი, დურბინით გავხედავ. უყურებ და აი ვხედავ. ადექი ფეხზე ნუზი ხარ. გაფრთხილებ დაცვა მაშველი. აი, ხომ ხედავთ მე უკვე 7 კაცი მყავს ნაშველი. ჩვენი გამოსვლის ბოლოს არ შემოგხედოთ თვალით კრიტიკის. დღეს მხოლოდ ლექსები იყო. მის ხალი არ გვაქვს მუსიკის. სულ ბოლო ლექსი გიორგის ასწავლა მასწავლებელმა მათემატიკის. გიორგი მიდი გიორგი. 1 2 3 4 9 17 24 180 100000 4 184 6 2 0 5 7 722 1 1000 1162 და ბოლოს დიდი მადლობა. იმედია რომ შევხვდებით. ნახევარ ფინალში თუ არა? ქუჩაში ხომ აინ შევხვდებით. ქუჩაში ხომ აინ შევხვდებით. Domenico Laurius, Tizius da Paulius, Angurius, Nasna Kože, Galanius, Plius, Velodები know-house, Kapis Lurģi, Sukizma, Mirča Karizma. მადლობთ, ეს ხო გუნდი რაია. გუნდი რაია გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ბექა ვაჭარაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე ტყიბუჩავას, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედი ცენტრს და ადეიშვილის კლინიკას ფოთში. შემდეგი ჩვენი მონაწილე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი კოზანოსტრა. მოგესალმებათ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი კოზანოსტრა. დაგასწრებთ თქმას და გეტყვით რომ მეც ძალიან მიყვარხართ. როგორც ხედავთ ისევ მარტო ვთამაშობ. არა, არ შეგეჭდეთ, არაფერს არ დაგიშავებთ. თავიდან ორგანიზატორებმა მითხრეს სეზონში თამაშზე უარი, მაგრამ მე დაფიქრდნენ და ხო, კაი, ერთი კაცის დედაც ვატირეო და ჩამსვეს.
თავიდან დავიწყე ძალიან მაგარი ხუმრობების დაწერა. მაგრამ მე ჩემ თავს ვთქვარი, რა შვები? აქ სხვების თამაშობენ. სხვათა შორის დარბაზში ამოსვლისას მე და ბაბი ერთად მოხვდით ლიფტში, მარტოები, თვალში გავუყარეთ და მივხვდი რომ ჩვენ შორის რაღაც ქიმია იყო. ვიცი რომ წიწაკის სპრეი იყო, მაგრამ ქიმია ეგეც. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა არის ჩემი თამაშის მიზანი. ძალიან მარტივია, ჩემი მიზანია გავხდე პოპულარული ადამიანი. და ეხლა წარმოიდგინეთ მართლა რომ გავხდე პოპულარული ადამიანი, რა მოხდება? აუცილებლად ყოველთვის გამოვიყენებ ხოლმე იმ ფრაზას. ახლა მე ბექა ვარ კითაზე, შენ რას მედრები? აუცილებლად ჩავდგამ ჩემი სახელობის პოდკასტ და საშაურმის. აუცილებლად ინსტაგრამზე გავხდები ოფიციალური ბექა კირთაძე. ან რამე ისე ძედმეტ სახელს დავიწერე, აი just ბექუშა ან რაღაცას. კარგით, ეს იყო ჩემი მიზნები. ახლა გეტყვით საშუალებებს. როგორც ხედავთ, ვერ ვცეკვავ, ვერ მღერი, ვერ ვთამაშობ. ოდნავ პრობლემას მიქმნის, მაგრამ არ აუშავს. თავიდან დახმარებავთ ხოლმე ხელოვნურ ინტელექტს. იმან მითხრა რაღა დროს ჩემი ქართული ლიგა ამოდი ისევ ნარჩი მიგანგრეო. მერე დახმარებავთ ხოლმე ხვიჩა კვარაცხელიას, სცენარი დამაწერინეთქო. ხვიჩა მართლა ჯერ ისტორია მაქვს დასაწერიო. მერე დავიქირავე სცენარისტები. კი გავილახე, მაგრამ არ ვიყავი ბოლომდე მტყუანი. აქ მინდოდა მოცეკვავე გოგოები, მაგრამ არ მოვიდნენ. ალბათ ყველა მიცით ლეგენდა, როდესაც ღმერთი მიწებს ანაწილებდა, ქართველებმა დავაგვიანეთ. ახლა გეტყვით მე რაებზე მაქვს დანაგვიანები. მსოფლიოში როცა ნიჭები ნაწილდებოდა, მან დავაგვიანე. ექიმთან ვიზიტზეც დავაგვიანე. ზვიოს როცა თანამშრომლები აყავდა, მანდაც დავაგვიანე. შეიძლება ახლაც ვაგვიანებ, სადღაც არ ვიცი ჯერ. სამაგერად როცა ასტამა გინებას ანაწილებდა, მან ვიყავი პირველი. ყველა გუნდი თამაშობს ხოლმე პატარა სიტუაციებს. მეც ვითამაშე, მაგრამ ის კი არა ვარ მართლა ვიღაცა. მოდი ვნახოთ ჩვენი პირველი სიტუაცია 301 სპარტელი. საწევიდა ეხალხი. მოდი ვნახოთ ჩვენი შემდეგი სიტუაცია, რომელსაც სახელი მე ვერ დავარქვი და თქვენით დაარქვით. მე უბრალოდ გაჩვენებთ. აუ, მე ვიტყვი სული. მოდი ვნახოთ ჩვენი შემდეგი სიტუაცია, ბექა კირთაძე უყურებს ფეხბურთს. აუ, კაი თამაში. ბექა. სცენაზე არ სვავენ. სანამ ასტამა შემაგინებს, რას ვაკეთებთ? და ბოლოს რა მინდა გითხრათ? პრინციპში მე რა უნდა გითხრათ, თავი რა თქვენ არ მითხრათ არაფერი.
თქვენ წინაშე იყო ჩემი გუნდი კოზანოსტრა. მადლობა, ეს იყო ბექა კიტაძე და კოზანოსტრამ. გუნდი კოზანოსტრა, ანუ ბექა კიტაძე, მადლობა სუხთის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს და ადმინისტრაციას. კარგი, ჩვენი შემდეგი მონაწილე ზესტაფონის გუნდი, ზესტაფონი. ხო. ზესტაფონო შორდები. შოსმილი ვარ, მივაგებ მშვიდობები. მოგესალმებათ ხარაგოულ სარეწღინება და ქუთაისის მეზობელი ქალაქის გუნდი ზესტაფონი! ჩვენ დღეს აქანას სცენაზე მეორე ვდგივართ. წინაზე ისევ ინერვიულეთ რაცხები ქეგამოგცა ზამია. ხო და ახლა მოგიყვებით იმას, რაცხა ფესტივალზე და გვავიწყდა. დევიწყოთ ფაქტებითი. თქვენ არ დაკვირვები ხარ თუ არა, ზესტაფონი საქართველოზე დიდი არის. ჯორჯ ბუში უფროსი, ზესტაფონზე უმცროსია. ზესტაფონელი იოგის მასწავლებელი, ხელებს და ფეხებს ერთდროულად იკვანტილებს. ზესტაფონიდან არიან ისეთი გამოჩენილი ადამიანები. მეტი რო არ შეიძლება. ზესტაფონში სამომხმარებლო სესხი არ არსებობს. რაში უნდა მეიხმარო? ზესტაფონში უამრავი გასართობი არის. დალევა გინდა, არ გინდა, რა გინდა, სულო და გულო. ის გამოთქმა ქეგექნებათ განაგონი. მანახვე შენი მეგობარიო და განახვებ ვინ ხარ შენეო. ხო და იცით ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქები ვინები არიან? ჩევი, კირიად ბიალიკი, ტაურაგე. კაები ყოფილვართ მაშ. კაითახა, ხალხი არის მოსული. სიცილის და მასხარაობის ნახვა უნდათ. ქართული გაზე პირველად გამოსვლის შემდეგ თელი ზესტაფონი გწნობს. ახლა მოგიღობით ვის რა პატივი გვცა ეს რაც მე ვიპოვეთ პოპულარობაა. ლუკაშველიძე მაღაზიაში იცნეს. მე ვიდა ბაბი კირკიდაძეო. თამუნას ტაქსისტმა ფული ნახევარი გამოართვა. რა გიხარია მერე? ფეხით ვიყავ. ო, მართლა, ზესტაფონიდან ხელსარიელები კი არ ჩამოვსულვართ. ესმერალდა რობაქიძე, გიგი ჟღენტი და ილია ორბელაძე ჩამოგიყვანეთ. კი დიდი არაფერი საჩუქარი არის, მაგრამ სულ არაობა სხოჯობია გასო. ეს ესმერალდა არის. ასეთი ცნობილი სახელი აქვს და კაციშვილი არ იცნობს. თან უკრაინელი არ და ვერ მეერგო ჯერ წესიერად აქოურობას. შენ ჭამე ცეცხლი, რატო ვერ მევერგე ვითამ? წეინახე რა ვარი მორგებია. ეს ილია არის. ილია, შენი საყვარელი ფილმი რომელია? სიყვარული ვენახში. ნანახი გაქვს. არა, მაგრამ ისეთებს ყვებიან. ეს გიგი ჟღენტი არის. გიგი, სიმღერა შეგილია? არა, ვერ მღერი დაია. მასე ვერჯაბოვიჩი ვერ მღერის, მაგრამ ვერ მღერის. გადვიდოთ მაშინ სიტუაციებზე.
ნახოთ ოპტიმისტი ზესტაფონელი. რა ვახარ, გიგი ძამია? რა ვიცი ძამია, ქულზე არითმიები მაქვს, ღვიძლი მიკიტინობს, კუჭზე ოპერაცია გევიგეთ, თირკმელებში კენტები გაქვსო, თვალები მიჩვახეს და სახსრები მაწუხებს ვერ დავტივარ კაც. შენ იყავი კარგად ძამია და მაგას რას დაეძებ კაცო. ნახოთ ზესტაფონელი მეცნიერ გამომგონებელი. რა შოვი ემზარიავეო? რავშოვი და სინათლით მიღებული ენერგიის მატერიად გარდაქმნას ვცდილობ. იგონებ ახლა რაცხა, სამოი კაცო დავლიო. ახავ ნახოთ რა ფერად ცხადებენ და პოულობენ დაკარგულ ნივთებს ზესტაფონში. ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირზე ნომერ 146-ში უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის უკანა გასასვლელთან დაიგარგა. ვიპოვეთ უკვე, ვიპოვეთ. და ბოლოს წინის წინ. ნახოთ ქართულის გაკვეთილზე ზესტაფონში. აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის, რომელ ბრუნვაში ვამბობს სიტყვას თითითი. სახელობითითი, მოთხრობითითი, მიცემითითი. და ბოლოს წინ სიტუაცია იმერულ ქორწილში. ვისია ქალი ლამაზი. რაიო? რა ის ვისი არის ბიჭო? ახლა უნდა კითხულობ და ვისი არის? ჩვენი გამოსვლა დასასრულს მოუახლოვდა და ალბათ ტრადიციულად რაფრაც ყოველ წელსაც იკითხავთ. რაფრა უნდა ჩადვა მთლიანი კიტრი ბოთლში, რომლის დიამეტრიც ბევრად აღემატება ბოთლის ყელის ზომას, ისე რომ არც კიტრი დავაზიანოთ და არც ჭურჭელიო. მეც ტრადიციულად გიპასუხებთ. არ ვიცი. წინაზე რას დაგვაუწყდა ქე მოგიღებით და ახლა რას დაგვაუწყდა იმას ნახევარფინალში მოგიღობით. დიდი მადლობა, თქვენს წინაშე იდგა ზესტაფონის საახალგაზრდავათისაგან შემდგარი გუნდი ზესტაფონი. მადლობთ, ეს იყო გუნდი ზესტაფონი. გუნდი ზესტაფონი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხდის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ვახტანგ გამბაშიძეს და ასევე ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეს მალხას შერგელაშვილს. და ჩვენი პირველი კონკურსის ბოლო მონაწილე შავი ოქრო ჭიათურა. მოგესალმებით. თქვენ წინაშეა ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. ჩვენი გუნდი თბილისში ახლახან ჩამოვიდა და როგორც ყველა ახლა ჩამოსული, ჩვენც აქტიურად ვცდილობთ დედაქალაქში თავის დამკვიდრებას. მე მაგალითად უკვე ერთი კვირაა თბილისურად ლაპარაკში ვარჯიშობ და ძალიან კარგი შედეგები მაქვს. აი დღეს ორჯერ ვთქვიტო და მარტო ერთხელ შემეშალა. ვალერი, შენ რა ქენი? აისრულე შენი თბილისური ოცნება? რა ევისრულე, რაი? კურსაში მინოდა დამეკრა და თავისუფლების მოედანზე უკრავ მიწისქვეშა გადასასვლელში. მართლა? როგორი სიტუაცია? რა ვიცი, 1000-ნაირი ხალხი დაიარება. ზოგი ჰიპი არის,
ზოგი გოთი, ზოგი პანკი, ზოგი ემოი. მოკლედ, თელი საჩხერე იქ არის. ხვედელიძე, შენ რა ხელი? ბურგერის გასინჯვაზე რო ოცნებობდი გასინჯე? რანაირად გავსინჯავდი? შევედი საბურგერეში და მენიუში იმარი სახელები ეწერა დევი ბენი. მერე ეკრანზე რაღაცაზე დამეჭირა ხელი და სულ წეიშალა შეკვეთა. მოკლედ რანაირი ქალაქი არის? ინგლისური და კომპიუტერი თუ არ იცი, შიერი მოგდება კაცი. ანი, შენ რა სიტყვი თბილისზე? რა ვიცი, კაი ქალაქი არის კი, მაგრამ კინოებში სულ სხვანაირი არის. მარია, შენ რა ხენი? რეკლამები და რო სწავლობდი თბილისურად ლაპარაკს ისწავლე? კაი, ახლა რა ვამარცხენ ამდენ ხალხში? რას გარცხენ გოგო? ნახე, რა ვარი თბილისელი ბიჭი გიყურებს. მართლა, ჯანდაბა, ჩემათმა მოცულობა საერთოდ დაკარგა. კვანცა, შენ როგორ მოგწონს თბილისი? არა, თბილისი კარგი ქალაქი არის, მაგრამ მე მაგალითად ახლა საჭორაოდ პატარა ქალაქები მირჩენია. აბა, აქ აღარაფერი უყვირს ხალხს და ამა თუ გაჭორა მქე უხარიათ. ესე იგი, მეზობელი მეზობელს ვერ ცნობს. მისვლა მოსვლა ამათმა არ იციან და არაფერი. ხო, გვანცა ვარ, გვანცა. სიმართლე ყველას წინს გენაცვა. რა ხდება აქა? ვინ ლაპარაკობს უჩემო თბილისზე? ონისე, შენ რა შუაში ხარ თბილისთან? ვაი, შეგლახა. მაგი თქვენ გიკვირს თბილისი თუ არა? მე მთელი ასები თბილისელი ვარ. სისხლის მაგივრა მტყვარი მიჩქებს ზარღვებში ქერო იტყვიენ. თუ თბილისელი ქალების ეშხმა გული ბოლომდე არ გადახია, საქართველოში ყოფილ ხარ, მაგრამ შენ საქართველო არ გინახია. სანამ ონისე ჟიურის მოხიბლას პრიმიტიული მეთოდებით ცდილობს, გადავიდეთ სიტუაციებზე. ჭიათურელ ქალებს ჭორები გამოელიათ. გოგო. გუშინ ლამარას რძალს მოკლე კაბა ეცვა, ხო? არა, ჩვეულებრივი კაბა ეცვა. წითელი პამადა ესვა, არა? არა, პომადა საერთოდ არ სმია. ტაქსის შოფერს წინ ჩოუხდა, ხო? არა, გოგო, უკან ჩოუჯდა. ოხ, ლამარა ამნაირი უინტერესო დილა გაგითენდა შენე, სანახე წესიერი რძალი. მოდით ნახოთ ჭიათურელი წყვილი და იცე. კაფეში წაგიყვანდი ჩემო სიყვარულო, მაგრამ კაპიკი ფული არ გამაჩნია და რითი წაგიყვანი. ვარდების თაიგულსაც ქე გაჩუქებდი, მაგრამ საშუალება არ მაქვს, ხო იცი. შენ რო სუნამო მოგეწონა, მაგასაც ქე ვიყიდიდი, მაგრამ ფული არ მაქვს და რითი ვიშოვო. მამუკა, საერთოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან. ასე რა ფერწევიდან ეს ტანი. ტუფლი არ მაქვს და საროჭკა. მოდით ნახოთ მოდით ნახოთ ჭიათურელი გარემოს დამცველი. აჰა, ესე იგი აღნიშნულ მონაკვეთზე გროვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც წვიმის შედეგად შეედინება მდინარეში.
რა გინათ სწორად ყოფილა ესე? ჭიათურელი უყურებს ფორმულა 1-ს. რა იყო ალიკ აღარავინ გინა? ჭიათურელი ქალები განიხილავენ შურის მაძიებლების ახალ ეპიზოდს. გოგო, ხო. თანოსი რო არის, ხო იცი, თანოსი. თანოსი რა ვარ ვიცი შეკალო. მაგი, გამოვარდრილა გუში მთვრალი. ჯერ ერთი ქალაქი დაუმგრევია, მერე მეორე ქალაქი დაუმგრევია. ბოლოს სულ გადასულა ჭკუიდაინ და გოდო უწვია და გოდო უბუგია იქაურობაი. ეგარი უმამოდ გაზდილი ბოლში. ნახოთ ჭიათურელი ჯეიმს ბონდი. მისტერ ბონდ, თქვენი smartphone-ი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. მასში ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყოფს თქვენს დაცვას. ის ასევე დაკავშირებულია თანამგზავრებთან, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ მამის მინე, წვანე ხო რეკავს, აწითელი ხო თიშავს. რა თქმა უნდა. სიო, მე მეტი არ ვიცი მაგის არაფერი. თითი არაფერს დააჭირო, თანხა არ ჩამამეჭას თუ კაც. მადლობთ თქვენ წინაშე იყო ქალაქ ჭიათური. მეიცადე. მე არ უნდა დამემთავრებია ფანდურზე დაკვრითი. შენ არ მითხარი დაუკარი ბოლოსო. მე რა გინა კაცო? ეს კი არ დამთავრებულა. ეს იქნება კიდე კაი ხანი. ძამო ჩვენ ფანდური ავაწყოთ გულისებში, ძამო. ძამო. მადლობთ, ეს იყო გუნდი შავი ოქრო ჭიათურიდან. გუნდი შავი ოქრო გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გივი მოდებაძეს. მაშასე დასრულდა ჩვენი პირველი კონკურსი. გუნდებს თხოვ სცენაზე. სანამ ჟიურის ხორო შეაბასოს, გთხოვთ რომ უკვე ვისაც აქვს სრულიად დასვას კითხვები დაუსვოს გუნდებს, უკვე ხედავთ რომ არის მიკროფონები, შტატივები და განლაგდით აქ. კარგით, მაქსიმალური ქულა არის 10 შეფასების და გავყვეთ. ცოხუმარები 8, 9. ფოთის გუნდი რაია 8, 9. კოზანოსტრა 10, 9. ზესტაფონის გუნდი ზესტაფონი 9. და ბოლოს შავი ოქრო ჭიათურა 5-10. მაშასე პირველი კონკურსის იუმორისტული ნომრის შედეგები. სოხუმარები 42 ხულა, ფოთის გუნდი რაია 42 ხულა,
ზესტაფონი 48 ქულა, კოზანოსტრა 49 ქულა, ჭიათურა შავი ოქრო 50 ქულა. ეხლა კიდე გადავიდეთ ჩვენს შემდეგ კონკურსზე კითხვა-პასუხი მაყურებელთან და დავიწყოთ. გთხოვთ. გამარჯობა. მაინტერესებს როგორ შემიძლია მოხვდე ქართული ლიგის ჟიურიში? დასვით კითხვა ჭიათურა პასუხობს. როგორ შემიძლია მოხვდე ქართული ლიგის ჟიურიში? რასაც უყურებ ახლა, რა ვიცი, თავარია რეგიონიდან ჩამოხვიდე და მე რაც ხა იქნება. კოზანოსტრამ, გთხოვთ. როგორ მოხვდე ქართული ლიგის ჟიურიში? ვიცი მოგზავნილი ხარ. მადლობა. დასვით კითხვა. როგორ მოხვდე ქართული ლიგის ჟიურიში? ვაი ამ ადამიანმა ჩვენში რა კითხვა ჩააგდო? ამის მერე შეიძლება გავიგოთ. პაპუნა ვაჯარაძე ბოდის გუნდი რაია მეოთხედფინალიდან გააგდო. ეს იყო რაიან, გთხოვთ სოხუმარები. როგორ მოხვდე ქართული ლიგის ჟიურიში? უკაცრავად და თქვენ დარბაშიც როგორ მოხვდით? მადლობა. ყველა გუნდმა გავსა პასუხი. გთხოვთ. მოგესალმებით, კითხვა იყოს ასეთი. თმის ცვენის საწინააღმდეგო ხო არაფერი გაქვთ? დასვით კითხვა. ჭიათურა პასუხობს. თმის ცვენის საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ? დიდარი თუ ბრძანდებით მეც პირადად საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. პირიქით ძალიან გიხდებათ ბატონო. თმის ცვენის საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ? ტივილი გამაყუჩებელი მაქვს თუ გიშვილს რამეში. შეიძლება. კი ბატონო, მადლობა. გთხოვთ დასვით კითხვა. მოგესალმებით, ჩემი კითხვა არის ესეთი, ცოლი გამithხოვდა და რა ვქნა? გაურითმაო? დასვით კითხვა რაია პასუხობს. ცოლი გამithხოვდა და რა ვქნა? შენ რაღა უნდა ქნა, აწი, სხვა უნდა ქნას. მადლობა ეს ხო რაია. დასვით კითხვა. ცოლი გამithხოვდა და რა ვქნა? დიდი ხნით გათხოვდა? კოზანოსტრა იყო ეს. ცოლი გამithხოვდა და რა ვქნა? ეგ არის უმამოდ გასწრილი ბავშვი. მადლობ ჭიათურა იყო ეს. ზესტაფონი. ცოლი გამithხოვდა და რა ვქნა? მე იყვანე, შენც კიდე მეორე. დასვით გოგონა კითხვა. Hello, my question is who has a good humor now? აი სად. დასვით კითხვა რაია პასუხობს. Who has a good humor now? ჯილოშ ლიაკვი ართმანგირე მუმულ დასუ გოგონ ჯუა. აია. აია. გაიმეორებ კითხვა კოზანსრა პასუხობს. Who has a good humor now? აბა ენჯოები ახლა ჰაიდაკიდან. გაიმეორებ კითხვა. რავი, რომელი პასუხი ზესტაფონი. Who has a good humor now? Nu ეხლა I'm jealous of my mind. I'm a diva who survives. მადლობა ჭიათურა პასუხობს. Who has a good humor now? მადლობა, მეც მიყვარხარ გოგონი. გთხოვთ, დასვით კითხვა. მოგესალმებით, წარმატებებით თითოეულ გუნდს. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, რომელ წელს გავა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე? გთხოვთ, გაიმეორებ კითხვა, ზესტაფონი პასუხობს. რომელ წელს გავა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე? 1900, 2000, 1996. მაშინ იყო 4 მწვრთნელი 5, ახედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილა 4. მადლობა. რაია პასუხობს. რომელ წელს გავა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე?
1 2 3 4 9 17 24 1004 1962 მადლობა. კარგი, დავასრულეთ მეორე კონკურსი და ჟიურის შევახსენებ, რომ ამ მეორე კონკურსის მაქსიმალური შეფასება არის 10 ქულა. დავიწყოთ. სოხუმარები 8 9 8 9 9 რაია ფოთი 9 9 9 10 10 კოზანოსტრა 9 10 10 10 10 ზესტაფონი 9 10 8 9 10 და ჭიათურა შავი ოქრო 9 10 10 10 10 დიდი მადლობა. სანამ გავიგებთ ჯერ კითხვა-პასუხის შედეგს და შემდეგ უკვე თამაშის ჟამს, შეგახსენებთ, რომ ამ 5 გუნდიდან ნახევარფინალში აქედან გადის 3 გუნდი. ნუ თუ ვინ იქნება 3 ნახავთ. მანამდე კი ჟიურის თხოვ შეგვიფასეთ არა მარტო ქულებით, არამედ სიტყვებითაც თუ როგორი შეხვედრა იყო მესამე მეოთხე ფინალი. გთხოვთ. დაიწყებს ზვიად ბლიაძე. გთხოვთ ზვიო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბავშვებო, ძალიან კარგი თამაში იყო. მადლობა ამისთვის, მადლობა მაყურებელს ასეთი მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება გუნდებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან კარგები ხართ ბავშვებო. ტრადიციულად თქვენ გიწევთ ხოლმე დაწყება, იმიტომ რომ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ძალიან ენერგიულები ხართ, ძალიან კარგი პროგრამა გაქვთ ხოლმე. ნუ სამწუხაროდ დღეს ალბათ არ იყო თქვენი დღე, მაგრამ ყოველთვის თქვენი დღეა, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან კარგები. ქალების ბუნდს მივესალმები, ყოჩაღ გოგოებო, კარგი იყო ძალიან. ფოთი, დიდი მადლობა ექსპერიმენტისთვის. რომ არ გამართლებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვაკეთოთ ექსპერიმენტები, უნდა ვაკეთოთ. თქვენ გუნდს ეს ახასიათებს და ამჯერადაც კარგი იყო, განსაკუთრებით კითხვა-პასუხში კარგი იყო. დიდი მადლობა. სამედიცინო ბექა. კარგი ბიჭი ხარ ბექა, არ ვიცი ჩემთან დააგვიანე თუ არა სამსახურში, მაგრამ ღმერთთან არ დაგიგვიანებია, იმიტომ რომ იუმორის ნიჭი მოგცა ღმერთმა, დარწმუნებული ვარ ამაში. ზესტაფონი დებიუტისთვის იდეალურები იყავით ბავშვებო, ძალიან კარგი იყო. მადლობა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო. გამოუცდელობა არ გეყოთ უბრალოდ კითხვა-პასუხში, მაგრამ ამასაც ისწავლით, იმიტომ რომ ძალიან იჭერები ხართ. ჭიათურა, გადასარევებო, ყოჩა. ძალიან სასაცილო, ძალიან ზესასაცილო იყო თქვენი მისალმება და კითხვა-პასუხშიც როგორი ყოჩაღები ხართ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა. მადლობა ზიო, ირაკლი მეზურნიშვილი. გთხოვთ ირაკლი. მოგესალმებით. ალბათ რა ვიცი, ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო დღეს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო თქვენ გუნდებო და მინდა მადლობა გადაუხადო დღეს დამსწრე მაყურებლებს, იმიტომ რომ ერთობლივად ჩვენ ძალიან მაგარი შოუ შევქმენით. წარმოუდგენლად მაგარი ჭიათურა, შავი ოქრო, აი ჩემთვის იყო ერთ-ერთი უმაღლესი კლასი. მინდა გისურვოთ წარმატებები ბავშვებო, ასე გააგრძელეთ, შეხვდებით ნახევარფინალში, ნუ მინიმუმ თუ არა და სადმე ქუჩაში ყველა ვარიანტში. წარმატებები. მადლობა ირაკლი. ზურა მანჯავიძე. გთხოვთ ზურა. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს უპირველეს ყოვლისა. თვითონ თქვენგანს დიდი მადლობა. პატარა ეს თამადობასთან დაკავშირებით რაღაცა ამბავს მოვყვევი, ერთ-ერთ სუფრაზე ვიყავი და თამადას არავინ არ უსმენდა, ძალიან გაბრაზდა და ხალხს მიმართა, როგორც ვატყობ აქ ვიღაცები გასართობად ხართ მოსულებიო. დღეს გასართობად მოვედი და ნამდვილად გავერთე ამ ხალხის დამსახურებით. უღრმესი მადლობა. არ ვიცი, ყოველთვის აჭარბებთ ხოლმე მოლოდინს, სიმართლე გითხრათ, რაღაცა თავიდან ტელევიზორში რომ უყურებდი, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი ქართული ლიგის მიმართ განწყობილი, რატომღაც, მაგრამ როდესაც აქ მოდიხარ, სულ სხვა გარემოში ხდები და მართლა ძალიან მაგრები ხართ, ისეთ ხუმრობები გაქვთ, რომელიც გავყვება ჩვენ აუცილებლად და გამოვიყენებთ ხოლმე ყოველდღიურობაში. დიდი მადლობა. უპირობო
ლიდერები იყვნენ არ ვიცი ეს მარტო ხელამგელი როგორ ახერხებს სამ ამბავს არ ვიცი ყველას მაგივრად ჩემს ზესტაფონელებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჭიათურა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და კითხვა პასუხში მართლა ფურორი მოახდინეთ რაიამ და დიდი მადლობა ამისათვის ურმეს მადლობა თვითონ თქვენგანს მადლობა ზურა ბაბი კირკიდაზე გთხოვთ ბაბი მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს, მადლობა აქტიურობისთვის. კოზანოსტრა, ბრავო. ყოჩაღი ხარ, მაგარი ხარ ძალიან. ნუ ზესტაფონისადმი ჩემ სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ნუ გამკითხავთ. დიდი მადლობა ასე კარგად რომ წარმოაჩინეთ ჩვენი მხარე. კარგები ხარ ძალიან. ჭიათურა ყოველთვის ახერხებს გამოჩენის წამიდან რომ სტაბილურად ძალიან მაგარი ამბები შემოგთავაზოს და დღესაც არ იყო გამონაკლისი ყოჩაღ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ასეთი ენერგიულები, ხალისიანები, კარგები რომ ხართ და მადლობა თქვენ პოეტებო, ძალიან განსხვავებული და საინტერესო თამაში შემოგთავაზეთ. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თამაში შედგა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობა მინდა რომ გადავუხადო. ასთან ცალკე თქვენ დიდი მადლობა. მადლობა დიდი ბაბი. გიორგი გაბონია თქვენ მოგესალმებით მივესალმებით დარბაზს დიდი მადლობა თქვენ ასევე ბავშვებო ყველას მადლობა ძალიან ბევრი ვიცინეთ ძალიან ბევრი არა ადეკვატური ვიყავი უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებდი ხან იქით ვიცინოდი ხან ამის ქვემოთ ვიცინოდი მაგრამ ნუ ვიცინოდ მეცინებოდა და რა მექნა და პოეტებს რაიას ძალიან კარგები ხარ ტრადიციულად ძალიან ნიჭიერები და მაგრები სოხუმარებს რაც შეეხება მივესალმები ნამდვილად გოგონების გუნდი ძალიან კარგი იყო ძალიან ლამაზები ხართ კარგები ხართ ნუ გუჯაბიძის ვაჟბატონი ხა გამოცდილი მოთამაშეა უკვე მაგრამ ეს თაობათაცვლა თუ რა ქვია რაღაცა რებრენდინგი არის სოხუმარებში მაგრამ ძალიან კარგი არის ძალიან კარგები ხართ თქვენი გულშემატკივარი ცალკე კიდე არ ვიცი საოცრებას ჩადიან ყველა თამაშზე ძალიან მაგრები არიან დიდი მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ ზესტაფონი ძალიან კარგები ხართ თქვენ გენაცვალეთ მე ჩემო ზესტაფონელებო ჩემო რა ვიცი თბილო და ნიჭიერო ბავშვებო დებიუტისთვის როგორც ზიომ თქვა მართლა ძალიან მაგარია და ყოჩაღ თქვენ ბრავო ჭიათურას რაც შეეხება ნუ არ ვიცი ძალიან მაგრები ხართ აი ის მოძრაობები ვაკეთეთ თქვენსაც იქ დასვლა გამოსვლა მაგიდის ქვემოთ ძალიან მაგარი იყო ბრავო ონისე არის ფენომენალური პიროვნება და დიდი ადამიანი არის ბატონი ონისე. მე ონისე, ბრავო. და ბექა კირთაძეს რაც შეეხება ეს არის რას ნიშნავს ამ თამაშის სიყვარული ამის მაგალითი არის ბექა კირთაძე. ბექა ძალიან მიყვარხარ და ძალიან მაგარი ხარ. დიდი მადლობა ასტა. მადლობა დიდი შენ. დიდი მადლობა გიორგი. ეხლა ნება მიბოძეთ გითხრათ კითხვა-პასუხის შედეგები და მერე საერთო ჯამი. მაშ ასე სოხუმარები 43 ქულა, ზესტაფონი 46 ქულა, ფოთი 47 ქულა, კოზანოსტრა 49 ქულა, ჭიათურა 49 ქულა. საერთო ჯამი თამაშის. სოხუმარები 85 ქულა, ფოთის გუნდი რაია 89 ქულა, ზესტაფონი 94 ქულა, კოზანოსტრა 98 ქულა, შავი ოქრო 99 ქულა. ნახევარფინალში გავიდა ზესტაფონი, კოზანოსტრა და შავი ოქრო. ამით ჩვენი მესამე მეოთხედფინალი შეხვედრა დასრულებულია. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.